კახეთის კავკასიონის ამ ბუმბერას ქედებს მარად ემახსოვრებათ ლეკიანობად წოდებული საქართველოს ისტორიის მძიმე ფურცლები. მეც სწორედ კახეთის კავკასიონს ვესტუმრე, რათა გიამბოთ მის ერთ-ერთ ხეობაში არსებული ფარული ოკუპაციის შესახებ. მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად კახეთში ვიმყოფები მდინარე ინწობას ხეობაში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ეს სოფელი საბუის თავზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 1100 მეტრის სიმაღლეზე ვარ. ჩემ უკან თქვენ ხედავთ ფიქალების კომპლექსს, აქ არის მე-6 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი და შემდგომში აგებული თავდაცვითი ნაგებობები. ეს არის სამსართულიანი კოშკი და ასევე გალავნის ნაშთები, რომლებიც გარეთ ხედავთ მაგალითად ჩემ უკან კიდევ ერთ-ერთ შესასვლელს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ზოგადად კახეთის კავკასიონის მდინარეების ხეობებში და ასევე ხეობათა შორის ქედებზე არსებობდა რამოდენიმე ცენტრი, სასულიერო ცენტრი. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სწორედ ინწობა. ინწობას კომპლექსი მაღალგანვითარებული სასულიერო ცენტრი უნდა ყოფილიყო. იგი საირიგაციო სისტემითაც კი არის მომარაგებული. მე-6 საუკუნის ნათლისმცემლის სამეკლესიან ბაზილიკას მიშენებული აქვს საბრძოლო კოშკი. ასევე კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. სამხრეთის ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, რომელიც დღესდღეობით ჩამონგრეულია. ეკლესია განახლებულია მე-16 საუკუნეში და გამოყენებულია ბრტყელი აგური. ტაძრის სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია. თითქმის სრულადაა განადგურებული სამკვეთლოც. ტაძარში დღემდე შეგხვდებათ ფრესკები. სატაძრო კომპლექსი დავტოვეთ და ხეობას მაღლა ავუყევით. ტაძრიდან ზუსტად 1 კილომეტრსა და 700 მეტრში შეგხვდებათ სასაზღვრო ზონის აღმნიშვნელი აბრა. აქედან გზის გაგრძელება მხოლოდ სასაზღვრო პოლიციაში აღებული სპეციალური საშვით არის შესაძლებელი. აბრიდან რამდენიმე მეტრში გზა მდინარის მეორე მხარეს გადადის. უშუალოდ მესაზღვრეთა პუნქტი ინწობას კომპლექსიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. მესაზღვრეების გადაღება არ შეიძლება, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენც არ გადაგვიღია. უშუალოდ მესაზღვრეების პუნქტთან მდინარე ინწობა 3 მდგენელი იყრის თავს, რაც ულამაზეს გარემოს ქმნის. აქ შეგხვდებათ მწყემსების ქოხებიც. 3-ვე მდგენელის გადაკვეთის შემდგომ ბარგი დავტოვეთ და მთაზე შედარებით მსუბუქად დავიწყე დასვლა. აი ესეთი ბილიკი ადის და საშინლად ცხელა. და პლუს ზევით რო ავალთ. გაჩვენებთ თუ რა ამაქვს იმისთვის რომ ვიდეო გამოვიდეს კარგი. აი იქითკენ პირდაპირ არის ყადორის ციხე, რომელიც ახლა ამ კამერით არ გამოჩნდება რა თქმა უნდა, მაგრამ გადავიღებ. სიცხესთან ერთად მწერების სიმრავლეც არ გვაძლევდა მშვიდად სიარულის საშუალებას. თუმცა როდესაც სუბალპურ ზონაში არსებული არიდული ტყის სილამაზეს შეხედავთ, ყველანაირი გასაჭირი დაგავიწყდებათ და ბილიკს კვლავ მხიარული გაუყვებით. ამოვიდით ბურიანის ტბაზე, რომელიც 2060 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. რა თქმა უნდა, ეს ტბა დიდი არ არის და შესაბამისად დიდი სილამაზითაც არ გამოირჩევა, თუმცა ერთის მხრივ ადგილი არის ძალიან ლამაზი. გვერდზე მწყემსებიც არიან. და მეორე მხრივ მთავარი მიზანი თუ რისთვის ამოვედი აქ არის აი ჩემ უკან ყადორის უღელტეხილი, სადაც მდებარეობს ყადორის ციხე, რომელიც არის უკვე ზღვის დონიდან 2366 მეტრზე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გადმოსასვლელი, საიდანაც ხდებოდა საქართველოში დაღესტნელების, ანუ ლეკების გადმოსვლა. საქმე იმაშია, მე ამოვედი ამ ტბაზე იმისთვის, რომ გადამეღო ის ციხე, რადგან იმ ციხეზე ჩვენ ვერ ავდივართ. იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც საზღვარზე გადმოსვლან მესაზღვრეები.
და შესაბამისად რუსი მესაზღვრეები და შესაბამისად იქ ჩვენ დღესდღეობით ვერ ავდივართ, რადგან ეს არის ზუსტად სასაზღვრო ზოლზე. ოდნა უფრო სამხრეთით არის სასაზღვრო ზოლიდან დაახლოებით 10 მეტრით. იმისთვის რომ ციხე კარგად გამოვაჩინო, აი ამხელა ლინზის წამოღება დამჭირდა, ეს არის 70-350 მმ-ზე და ასევე მონოპოდის. ჩემ საიტზე თქვენ იცით რომ ასევე ვდებ ხოლმე ფოტო-ვიდეო გადაღების ტექნიკებს, ასევე ტექნიკის განხილვას და ზუსტად ამ ტექნიკის განხილვაც მაქვს დადებული, ვინც დაინტერესდებდით, შეგიძლიათ ისიც ნახოთ. საქმე იმაშია რომ ციხე ჩვენგან ახლა არის დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე და სტანდარტული ლინზა რაც მაქვს 70-70 მმ-ზე, იმით უბრალოდ არ გამოჩნდებოდა. დავაპირებ რომ ამით გადავიყო. თუმცა ასევე არის ერთი სასაცილო, რაც დაგვემართა, ეს არის რომ პლატფორმა დაგვჭა ჩანთაში ქვევით. ეხლა მოგვიწევს მაინც ამითი გადავიღო, ხელით დავოდებ და რაღაცნაირად სტაბილიზაციას გავაკეთებ. ყადორის ციხე მე-17 საუკუნეს განეკუთვნება. გემით სამსართულიან კვადრატული ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის ორ მოპირდაპირე კუთხეში ასევე სამსართულიანი კოშკებია მიშენებული. ყადორის ციხე კარგად ჩანს გრემიდან. ლეკთა შემოსევის დროს აქ დანთებული ცეცხლი გამაფრთხილებენ სიგნალს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის. ციხე მე-19 საუკუნეში ლეკებმა გადაწვეს და მას შემდეგ დაზიანებულია. თავად ყადორის უღელტეხილი კახეთის კავკასიონზე სიმაღლით მეორე ყველაზე დაბალი გადასასვლელია დაღესტანში. ყველაზე დაბალი გადასასვლელი მდებარეობს სოფელი ახალსოფლის, ძველი გავაზის თავზე, თუმცა იქ რელიეფი გაცილებით რთულია. ამიტომ ყადორი ყველაზე მარტივ ბილიქს წარმოადგენს კახეთსა და დაღესტანს შორის. სამწუხაროდ დრონიც ვერ მივაფრინეთ ციხესთან ახლოს, რადგან სასაზღვრო ზონებში არსებობს რუსი მესაზღვრეების მხრიდან სიხშირის გადაჭერის საფრთხე. ამიტომ დანარჩენ ვიდეოში ბურიაანის კადრებს შემოგთავაზებთ. მოკლედ ჩამოვედით ტბიდან, დავბანაგდით და სანამ ჩვენი ვახშამი თუხთუხებს, მანამდე მოგიყვებით რა ტიპის ბილიკი არის. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ფიქალებზე ამოსვლა შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი ტიპის ავტომობილით, მაგალითად ქალაქის ჯიპით, ან რომელიმე მაღალზე მდგარი სედანითაც. ჩვენ ფიქალებზე ამოვიდით ავტომობილით და იქიდან წამოვიდით ფეხით. დაახლოებით 4 კილომეტრი არის მესაზღვრეებამდე. მესაზღვრეების შემდგომ გიწევთ მდინარეზე გადასვლა, 3 მდინარე არის, პატარა მდინარეებია მარტივად გაივლით, რომლებიც შემდგომში ერთ მდინარეს ადგენენ, ეს არის უშუალოდ ინწობა. ინწობაშიც ერთხელ გავიარეთ და ალბათ თუ ვიდეოს აქამდე უყურეთ, ის მონაკვეთი გექნებათ ნანახი. ხოლო რაც შეეხება ამ მდინარეებზე გადასვლის შემდგომ, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რამ, რომ დავტოვეთ ბარგი, ავიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ის ტექნიკა, რაც გადასაღებად მჭირდებოდა მე და იქიდან ავედით უშუალოდ ტბაზე. ტბამდე არის დაახლოებით 3 კილომეტრი, თუმცა ამ 3 კილომეტრში თქვენ გიწევთ სიმაღლის ცვლილება დაახლოებით 600 მეტრით, რაც საკმაოდ დიდი მკვეთრი ცვლილება არის სიმაღლეში. ასევე უნდა დავიწუწუნო, რომ ერთია ლაშქრობა და მეორეა ლაშქრობას პლუს გადაღება. მთელი 10 წელზე მეტი იმას ვცდილობ, რომ სალაშქრო აღჭურვილობა შევიძინო ისეთი, რომ მაქსიმალურად შევამცირო წონა. მაგრამ მე ხლა დავიწყე პარალელურად გადაღება და ფაქტიურად ეს ყველაფერი რაც ჩემი წონის შემცირებისთვის გავაკეთე, რა თქმა უნდა, ახლაც მეხმარება, მაგრამ ამ ყველაფერს დაემატა პლუს ზევიდან ექშენ კამერა, რომელთაც ეხლა მე ვიღებ, დაემატა დრონი, ასევე რადგან შორს იყო გადასაღები, წამოვიღე ერთი დამატებითი ლინზა, წამოვიღე მონოპოდი და ეს ყველაფერი არის საკმაოდ მძიმე და მძიმე ციარული ლაშქრობაში რეალურად არ არის კარგი. შემდგომ დავბრუნდით ქვევით, გამოვწდით მესაზღვრეების პუნქტს ისევ
და დაახლოებით მესაზღვრებიდან 1 კილომეტრი კიდევ გამოვიარეთ და აქ გავშალეთ კარავი, პატარა მინდორი შეხვდა. ცუდი ის არის, რომ ყველგან ძალიან ქვიანი რელიეფი არის და სოლების ჩარჭობა ცოტა ჭირს კარვის. მაგრამ არა უშავს, რაღაც ადგილს მაინც იპოვით. და ხვალ დილით უკვე დავბრუნდებით თბილისში. მესაზღვრებამდე რეალურად თქვენ შეგიძლიათ ამოხვიდეთ ნებისმიერი მაღალი გამავლობის ჯიპითაც და შესაბამისად ერთ დღეში აბსოლუტურად თავისუფლად მოასწრებთ ამ ყველაფერს. იდეაში ჩვენც პირადი ავტომობილით რომ ამოვსულიყავით ფიქალებამდე. ფიქალებზე ჩასვლა შესაძლებელია ერთ დღეში, ანუ იქიდან ამოსვლა და ჩასვლა. პლუს მაგას ბარგის გარეშე ვიქნებოდით, დამატებით ბარგის გარეშე და შესაბამისად უფრო გაგვიმარტივდებოდა. ბილიკი ძალიან ლამაზია, ადგილები ძალიან ლამაზია. სამწუხაროა ის ისტორია, რაც მოგიყევით ამ ვიდეოში, მაგრამ გირჩევთ აუცილებლად რომ ნახოთ და იმ სიტუაციას რაც შეეხება, რაზეც ვისაუბრე, იმედი მაქვს რომ გამოსწორდება.